მიღებული დადგენილება, რომელიც 2016 წლის 3 ივნისს იქნა მიღებული, ამით ადგილობრივმა ზუგდიდის საკრებულომ ფაქტიურად ზუგდიდის ადგილობრივ ბიუჯეტს დაუკარგა 9 მილიონი ლარი. თემა მდგომარეობს შემდგომში, რომ ის ფირმები, რომლებიც დღეს აწარმოებენ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების საამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლებული იქნან მოსაკრებლისაგან 40 მილიონიანი პროექტიდან ჩვენი უხეში დათვლებით სავარაუდოდ 9 მილიონი უნდა მოსაკრებელი მომხდარიყო და ჩადებულიყო ზუგდიდის ადგილობრივ ბიუჯეტში და ეს ფირმები განთავისუფლდნენ კონკრეტულ რიცხვამდე 1 სექტემბრამდე. ანუ როგორც დღეს ტენდერები ტარდება ზუგდიდში და სრულიად საქართველოში, ფაქტიურად ტენდერების პირობებშივე არის ნათქვამი თუ რომელი ფირმა გაიმარჯვებს, იმიტომ რომ არ ხდება ეს ნათესაური პლანების მიხედვით, ხდება ეს ეგრეთ წოდებული ატყატებით, კორუფციული სქემებით, სწორედ ესეთივე გზებით. ვითომ კანონიერი გზით საკრებულოში მიღებული დადგენილებით 40 მილიონიანი ტენდერი მოსაკრებლისგან განთავისუფლდა ფირმები, რომლითაც დიდი ზიანი მიადგა ადგილობრივ ბიუჯეტს.